დიახ, რა თქმა უნდა, უდიდეს უსამართლობასთან გვაქვს საქმე, ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ქვეყანა, რომელსაც BBC წარმოადგენს, რომელთანაც არა მარტო ჩვენ, არამედ პრეზიდენტ ტრამპს და ბევრ ადამიანს და ზოგადად ბევრი რამის გამო აქვს პრეტენზია, რომ მათი არაობიექტური ეს პოლიტიკა, ეს ინფორმაციას აუცელებენ. აქედან გამომდინარე, ვარ დიდი უსამართლობის მსხვერპლი, როდესაც უცხო ქვეყანა თulis, რომ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში მაგალითად აუგზავნოს სანქციები და უწევს ამ ყველაფერს და ჩემი აზრით ამ ყველაფერში საერთოდ ვერ ერკვევიან, ანუ რასაც აკეთებენ ეს ყველაფერი, მე ყველანაირად უკავშირებ მას პოლიტიკურ ნაბიჯს, უკვე მართლა გისმენდით და ასე ვთვლი, რომ ეს რაღაც ფარული რაღაც დახმარებები და ვითომაი დემოკრატიის სახელით გვერდში დადგომებმა თავისი უკვე ვეღარაფერი შედეგი ვერ დადო და ვერ გააკეთა და ეხლა მიმართეს უკვე უკიდურეს ზომებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაგითი უკიდურესი ზომა არ იქნება და კიდე იქნება რაღაც ესეთი მავნებლური რაღაცები მოგონილი, მაგრამ ძალიან დიდი უსამართლობას იწვევს მოკლედ ადამიანებში რა. მე მინდა ესეთი განცხადება თამამად გავაკეთო, რომ მე მაქვს ზოგადად პოდკასტი, რომელიც არის სრულიად თავისუფალი და რომელზეც ვსაუბრობ იმას, რაც მე მინდა, ყველასგან დამოუკიდებლად და ძალიან ხშირად ჩვენ, აი ხო არაფერი არ არის, ძალიან ბევრი პოდკასტია დღეს YouTube სივრცეში და ინტერნეტ სივრცეში ზოგადად და არავინ ესე არავის არც აკონტროლებს, არც ხელს არავის უშლის. ამ მხრივ ძალიან თავისუფლება არის და მაგალითად ეხლა ჩვენ გადაცემაში რამდენჯერაც რაღაც ინფორმაცია ყოფილა, მაგალითად ყოფილა არჩევნებთან დაკავშირებით გადაღებული არჩევნები, რომლებიც სრულიად კანონიერია, შეუძლია ადამიანი არჩევნებზე რომ ივა ამერიკაში გულისხმობ, ამერიკაში გადაიღოს არჩევნები ტელეფონით, აი ხმას ვის აძლევს, როგორ აძლევს, არანაირი ფარულობა იქ დაცული არ იყო და კანონიერად გადაღებული, ყველა ხედავდა ამ ყველაფერს ესეთი ვიდეო და უშუალოდ გადაცემაში გაშვებული, იმ წამსვე დაგვიბლოკეს. ძალიან ბევრი რაღაცები ყოფილა, ჩარევები, აი ჩვენ მინიმალური პატარა პოდკასტიც კი, ანუ ხედავ ამ ყველაფერს როგორ აფათურებს სხვა უცხო ძალა შენ რაღაცეებში ხელს რა და რავი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უსამართლობა, ეს ყველაფერი არის ორმაგი სტანდარტები და რავი, დიდი იმედი მაქვს, რომ სადღაც გათენდება და მორჩება ეს ზეწოლები და იმედი გვაქვს, მაგრამ პერსპექტივა როგორც ჩანს, ჯერჯერობით არც ისე ახლოა.